მოგესალმებით, დაგიბრუნდით ახალი ვიდეოთი. მოკლედ, როგორც მოგეხსენებათ, ავატარზე შეგვექმნა პრობლემა და მიუხედავად იმისა, რომ თქვი ბლიჩი გამოვიდოდა მომავალ წელს, თქო, ბლიჩი გამოდის ახლა. საკმაოდ საინტერესო პირველი სერია იყო და მინდა გითხრათ, რომ დაბენანა კიდეც მომავალი წლისთვის გადასადებად. რა თქმა უნდა, ავატარის პირველი სერია უფრო დამაინტრიგებელი და უკეთესი იყო, მაგრამ რა თქმა უნდა, ვიცი რომ ბლიჩი საკმაოდ ისეთი პროექტია, ჯერ დიდი არის, 400-მდე სერია არის და მერე ხო რა, ანუ ბევრს მოსწონს, ბევრი ფანი ჰყავს ბლიჩს და ესე ქვია, საკმაოდ პოპულარულია. ასე რომ ხო, დღეს უნდა ვნახოთ მეორე სერია, აღარ ვიტყვი ხა პირველი სეზონის მეორე სერია, თქო, იმიტომ რომ ყველა მიცით რომ პირველი სეზონი არსებობს. და რავი, იმედია მომეწონება. ინტროს პირდაპირ გადავახვევ, იმიტომ რომ აზრი არ აქვს, მაინც და ასე თუ ისე მაინც დამებლოკება ვიდეო. წინაზე ორჯერ დამებლოკა ინტროს გამო. არა და კაი ინტრო იყო, დამენანა რომ ჩაერთი ახლა. უკაცრავად არ უნდა ვიდეოს ჩართვა. თუთი ყურს მოკლა. რაღაც ვიდეოების გადაღების დროს უნდება ხოლმე ყვირილი. სადა. კარგი. ესე იგი გავიცანით წინა სერიაში იჩიგო და რუკია. როგორც ჩანს ორივენი ფაქტობრივად ორივენი მთავარი გმირები იქნებიან, ამიტომ არის რომ პირველები იყვნენ ვისი სახელებიც გავიგე და ნახოთ რა მოხდება. ესე იგი იჩიგო გახდა შინიგამი. უკაცრავად კეშა ყოველთვის ასეთია. ადრე არ კი არ იყო ვიდეოებს რომ ვიღებდი, მაგრამ ახლა რა დაიმართა. ამბოლ დროს ეკრია, იმის ბლიჩი მეორე სერია 3-2-1 დავწყეთ. დილამ შვიდობის იჩიგო. ჩანდაბა იმდენად გატოტოცდი რომ გინდა ახალ გაღვიძებულზე შვეცკისერი მოტეხო? შვენიერია შვილო, მეც ვეღარაფერს გასწავლი. ეს მამა. უკვე დილა? იზო და კარენის ჭრილობები როგორაა? ჭრილობები? რაზე ამბობ? რა? ხო, ნამდვილი სასწაულია. სატვირთო მსახლი დაანგრია და არავინ დაშავებულა. სასწაული ისაა, რომ არავის გაეღვიძა. რა ხდება? მათი ჭრილობები ისე გაქრა, თითქოს არაფერი მომხდარა. და ყველა ფიქრობს, რომ მხრელი კედელში უბედური შემთხვევის გამოა. როგორღაც ვექსტირება შეუცვალა? შინიგანი? წამიყო, საჭმელად თუ არ წამოხვალ და აგვიანებ. ხო, კარგი. ნეტავ თავის სულების საზოგადოებაში თუ სადღაც დაბრუნდა. ხო, ნამდვილად ბევრი სერია ჩართე. ბლიჩი მეორე. მადლობა. ვიფიქრე გამოვიდოდი ნახავდი თქო, მაგრამ კიდე გაითქვეს. ორიხიმე, დღეს ლანჩი წამოიღე? კი, დღეს მე ტაიაკის დილის რამენი მაქვს ვასაბით და თაფლით. გავსინჯავდი. გინდა გაგასინჯო და ცუკი. მაგრამ თაფლით? არა, გმადლობთ, მაგრამ ძალიან გემრიელია. შენ ხარ ინოვე. მაპატიე. იჩიგო, ადამიანს დაეჯახე და ეკითხები შენ ხარო? ხო. ბოდიში. კარგად ხარ? აჰა. ხელი მომეცი. არა, კარგად ვარ, მართლა. მე მოიცადე ორიხიმე. ვაუ. ეს ნარუტოს და ჰინატას ფონტია. კარგი, ასე გვიან რატომ მოხვედი? უკვე ლანჩის დროა. რაღაცეები მოხდა, მერე მოგიყვები. ბევრი რაღაცა მოხდა. იჩიგო, გავიგე შენ სახლს სატვირთო და შეხებია. ო, რაღაც ეგეთი. უკვე მოაწესრიგეთ ყველაფერი.
ასე უცებ რას მოვასწრებდით? დახმარება გჭირდებათ? არა, ყველაფერი რიგზია. ჩად, შენ მე მგონი კიდე უფრო მინდა დავრობას. რატომ არ გვაჩვენ ის სახეს თანამედროვე ლიტერატურა. ო, ეს შენ ხარ კუროსაკი. რუკია ვა ეი და შენს გვერდით ვიჯდები. ჩემი გვარია კუჩიკი. შენ? რა მოხდა იჩიგო? მას იცნობ? არა, პირველად ხედავთ ერთმანეთს. ასე არა, კუროსაკი. ეს კუჩიკია. პირველად ხედავთ ერთმანეთს სასიამოვნოა. რამე სიტყვიდან მკვდარი ხარ. ეი, მისმინე, რა ჩაიფიქრე? რა მოხდა? ნუ თუ რამე შემემთხვა. პირველ რიგში ასე უცნაურად ლაპარაკი შეწყვიტე. ცუდია იმისთვის, ვინც ენა ერთ ღამეში ისწავლა. დაივიწყე. საერთოდ აქ ენა ერთ ღამეში მეგონა შენ სულების საზოგადოებაში დაბრუნდი. სულელო. დაბრუნება მხოლოდ შინიგამი შეუძლია. ამის გაკეთებას მე ვეღარ კი შევძლებ. ძალები წაართვა უშინ ჩემი ძალა თითქმის მთლიანად წამართვე. თითქმის მთლიანად ანუ ცოტა დარჩა მე ამაზე არაფერი ვიცი. შენს გამო ამ გეკაიში ყოფნა მიწევს. გეკაი? ეგ რაღაცა. ეს დროებითი სხეულია საგანგაშო სიტუაციებისთვის. დასუსტებული შინიგამი მას ძალების აღსადგენად იყენებს. აი თურმე რატომ ხედავდნენ ჩემი კლასელები? ზუსტადაც. მოკლედ, ამ მომენტიდან სანამ ჩემი შესაძლებლობები არ დამიბრუნდება, მუშაობაში დამეხმარები. კაია რა? ბუნებრივია. მთელი ძალა შენთან გადმოვიდა. უარის თქმის უფლება არ გაქვს უარს ვამბობ. რა? ამ მორჩხულებთან ჩხუბს აღარ ვაპირებ. რას მოდავ? გუში მშვენივრად იბრძოდი. ეგ იმიტომ რომ ჩემს ოჯახს თავს დაესხნენ. უცნობებისთვის ჩხუბს არ დავიწყებდი. მაპატიე, არ მინდოდა შენი იმედგაცრუება. ნუ გასაგებია. შენ ხო ვიცით რომ ყველაფერი შეიძლება გზა არ მაქვს. უნდა ბოქკლა ეი, ჰა რაკდა ჩემი სხეული. ასტრალში გაუშვა გაკეთე. გამომყევი. ეი, კიდევ შორია? ახლოს ვართ. ეს რა არის? ბრძანება. სულების საზოგადოებიდან. საბარაუდოდ პლიუს თავს დაესხნენ, რომელიც ამ პარკში ცხოვრობს. აბა მიშველეთ. შეჩერდი. რა მეცელა ეს მისი გადარჩენა რატომ გინდა? მას ხომ არ იცნობ? ეს იმას არ ნიშნავს რომ უნდა გავწირო. განსაკუთრებით მაშინ როდესაც დაიწყო ნუ ხარ ასეთი ეგოისტი. შინიგამი თითოეულ სულს თანაბრად უნდა მიუდგეს. ხოლოდ მათი გადარჩენა ვისაც ხედავ, ვინც შენს წინა არა? ასეთი მოსახერხებელი სამსახური არ არსებობს. არ გადაარჩინო. თუ ახლა მისი გადარჩენა არა. იმისთვის რომ დანარჩენ სულებსაც გადაარჩენ. კი აი შემოწმებაა რა მაშინაც კი თუ მათ გამო სირბილი მოგიწევს. მაშინაც კი თუ მათ გამო თავის გაწირვაა საჭირო. თავის გაწირვის საქმეც ესაა გადაარჩენს და ახლა ეთქვის ოჩახი ჩაბარი გამოჩნდა საუნდტრეკი რა არის ოპა ნუ არ უნდა დავიწყოთ რომ იჩიგო ვიღაც განსაკუთრებულია კიდე როგორც ადამიანი სანამ შინიგამი გახდებოდა მაშინვე სულები დასტევდნენ ეს მიზეზი არაა. მზად ყოფნა. ეს არ მაინტერესებს. ბიჭუნა იმიტომ გადავარჩინე რომ ასე მინდოდა. შენ რა სხვაგვარად იქცევი? უშინ სიცოცხლე გარისკე რომ გადაგერჩინე. კი ბატონო მაშინ შენს მოვალეობებზე ფიქრობდი? როდესაც ასწორზე ვინმე სიცოცხლეა, ამაზე ფიქრის დრო აღარ გაქვს. ნამდვილად
მაგალითად ჩემთვის ამას. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. აპარა. კიდევ ერთი ცარიელი ნაკრები. კარგად ხარ? ეი, ბიჭუნა. თუ არ გინდა რომ ის საშინელება განმეორდეს, შეცაში წადი. კიდევ ერთი ლიუსი გავაცილეთ. გამიმეორებ კიდევ ერთხელ შუქწვის ანიმაცია ძალიან კარგია. მშვენიერი კონსოლა. სახლში მივდივარ. კიდევ ერთი ლიუსი. ოპა. რა საკეთებთ? შეწყვიტეთ. დაიჭირეს ცარიელებმა. ეს ის სარი რა ქვია, ეს ადგილი. პირველი სერიის დასაწყისში რო ნახეთ. ეს რა ადგილია? ჩემთვის რის გაკეთებას აპირებთ? მოხეტიალე სულებო. შთანთქეთ ამ ადამიანის სული. დაუჩქარეთ. ну როგორც თქვა ცარიელები ნადირობენ პლუსებზე. ცარიელად გადაიქცა? მეთქი როგორ ხარ შეაჩერა? გახმოვანებულია მაი კადრი ხომ? ორი წამით ვიფიქრე რომ სერია თავდებოდა და გამოვშტერდი. ღმერთო დიდებულო. რატომ მომიყვანე ამ სამყაროში? გემუდარები რომ დამაბრუნო შენს მარადიულ სულების სამყაროში უნდა დაბრუნება. თანამედროვე ენასწავლობ. დამაში რა ნახე თანამედროვე. კიდევ დიდხანს აპირებ კუჩში დევნას. სანამ სამსახურის შესრულებაზე არ დამთავრდები. როგორც გინდა. დათანხმდება. შეიძლება ამ სერიაში არა, მაგრამ მანე. ეი. ინოუე? გუროსაკი. შენ რა მანქანამ გაგიტანა? ხო, მე მგონი. კარგად ხარ? აი, ვინ არის ეს გოგო? ახალებით ვარ. ახალებით? მანქანა სად არის? წავიდა. შენ? მოპატიე. ხო. კარგია რომ არ დაშავდი. კუჩიკი, შენ მიღახარ. სულელო, ჩვენი კლასელია. ინოუეა. ორი ხიმე ინოუე. რა? კარგად გამოუყურები ინოუე. შენც ასევე. აი, ბერუკია. ადამიანი რუკია და შეუკეთესია. ბანანები და არაჟანი არ გაბუჭებულა. რის მომზადებას აქვს? წვანი ხახვი, ბანანები და არაჟანი. ასრზე რა. ეხზე რა გჭირს? უი, ეს საიდან გაჩნდა? მანქანის ბრალია? საშინლად გამოიყურება. ალბათ გტკივა. ცოტა, მაგრამ სხვა ყველაფერი რიგზია. დარწმუნებული ხარ? რამე ხდება კოჩიკი? ასეთი სერიოზული სახე რატომ გაქვს? არა, ყველაფერი კარგს გისურვებ. მადლობა.
სახლამდე გაგაცილო? არა, ყველაფერი რიგზია, მართლა. ნახვამდის. ჯანდაბა, მასე ნერვიულობ. როგორღაც სულებთან აკავშირში უეჭვები. შეიძლება არც იცის თვითონ. მაგრამ რატომღაც გონია იცის. ეს გოგო, ინოვეზე ამბობ? მასთან ახლოს ხარ? არც ისე. ხშირად ვსაუბრობთ. ჩემი მეზობლის საუკეთესო მეგობარია, მაგრამ დაახლოებით 3 წლის წინ მისი უფროსი ძმა ჩვენს საავადმყოფოში გარდაიცვალა. რა? როგორც ჩანს, ის მისი ერთადერთი ახლობელი იყო. ავტოავარიაში დაიღუპა. წამიკო, არ მოკდე. მარტო არ დამტოვო. ავტოავარიაში რა? ეს ტირალა გოგო სწორედ ის იყო. მაგრამ ამაზე ცოტა ხნის წინ გავიდი. შენი სულიერი ალღო მაშინ როგორი იყო? რა? ისი არა როგორც ახლა. ასე ხშირად სულებთან ურთიერთობა ცოტა ხნის წინ დავიწყე. ანუ სულები არიან კავშირში. ამდენ შეკითხვას რატომ მისვამ? ისე უბრალოდ. ამ შეხედრამდე. აი ამბობ სიმართლეს. სახლში. სად? რუკია გაინტერესებს. აი დაგავიწყდეს რომ ძალები აღარ გაქვს. ხო და ნუ მეკითხები. ნუ პროსტად გაქვს მაგრამ ცოტა. ჯანდაბა. დიახ. დაცუკი. დედამ მითხრა საჭმელი გაუტანეო. ხბოსტნიანია. ვაშა, დაცუკის დედიკოს სულიანი. რა გემრიელია. ჩვენს გარეშე სულ რაღაც ნაგავს ჭამ. რა, მართლა? ხო, მართლა. უცებობი ჩვენო სული იყო უკან. ეი, ძამიკო, ჩემი საღამორი არ გინახავს? დააკაკუნე მაინც სანამ შემოხვალ. რაც მესრე კლასში გადახვედი, სული ინტერესო გახდი. არაფერით. არ ვიცი სადაა შენი საღამორი. უცნაურია. უი, ჩემი კაბაც დაიკარგა. მე რატომ მეკითხები? ხამე მშვიდობის. გამოძახება? ეს რა არის? რა? იჩიგო. მანდრა ჯანდაბა საკეთებ. რა? საღამორი საიდან გაქვს? მერე ვისაუბროთ. ახალი ბრძანება გვაქვს. აუჩი. აქ არის. ეი, მოიცადე. მოიცადეთ ვერ დავწევეთ კი იჩიგოსაც ურეკავეთ გოდე როგორ გამიკვირდა. ხმერთო ეს ტიპია ხო? ძნაზე ვნახეთ. ასე ნუ დახარ, ახლა დაგარტყავს. საწყალი საწოლი. თავში დაუმიზნე. საწყალი სახლი. იჩიგო. სულელო, ასე უადროდ მახვილს ნუ იქნებ. მოკეტე, ყველაფერი კარგადაა, გაუნკლავდე. მე ჯერ არც იცის. აი. ჯერ არც იცის. მახვილის ქნევაზე გაები. ნორმალურად დააქნას. დარტყმაზე მეტად სუსტია. იქნებ ერთად უნდა წადოთ. არა. ცარიერის პრიუსის გათავისუფლება და წავიდა. გაუყვეთ. უბრალოდ კი არ უნდა. ანუ შეიძლება რა მოხდა გათავისუფლება. იჩიგო? ეგ მეც მაინტერესებს. რა? მისი სახე. ეს ინოუეს ძმა იყო. რა? როგორ ვერ მივხვდი. ინოუეს უთვალთვალებ და ზუსტად რა დებილი ვარ.
ვაუ. მხოლოდ ერთს ვიტყვი. ყოველთვის უკნიდან შეუტია და თავში დაუმისდე. ერთი დაგმოკალი. ცოტა ხანი ეს დაგვრჩა. ცარიელების განადგურების პრინციპია. ეს რისთვისაა? იმისათვის, რომ ბრძოლაში ნაკლები მსხვერპლი იყოს. და იმისათვის, რომ მათი სახეები ვერ დავინახოთ. სახე რა შუაშია? თავად არ ნახე? ყველა ცარიელი ერთ დროს ჩვეულებრივი ადამიანის სულები იყო. აჰა. ეს ჩემთვის არასოდეს გითხოვს. ის სურჩხული არაა? მონსტრი, რომელიც უნდა აუ, ეს ცნობილი იყო. მართალია. ახლა ის უბრალოდ არ იცი თქვენთან ეგრე იქნება თუ არა, მაგრამ მან გაჭირდა. მაგრამ ის ხომ ადამიანი იყო. სიძულვილის ტიტანები გამახსენდა იმ წამსვე, Attack on Titan-დან. არ დაგასპოილერებს ზედმეტად ვის მიხვდებით. შემდეგ კი თავიანთინებიდან დაძალებით ცარიელებად იქცევიან. ისმის შეუძლებელია. ამ შემთხვევაში დაძალებით. რა? იჩიგო? აჰა. მაგრამ უბრალოდ ერთად ცერნობდნენ. რა მეხდება? ეს იჩიგო. არ მეკონა რომ ასეთი უпростоრად დაშავებული გოგო სახლამდე როგორ არ მიაცილა. არა, შემომთავაზა, მაგრამ ფრთხილად, დაგჭრი. დაგარტყავიცოდე. დარტყმა მარჯვნიდან. დავგი ფრთხილად. იარაღი აქვს. ეს რა იყო? ინოვესთან მივიდა? ცარიელების დიზაინი მომწონს. სერიოზა? ცარიელების დიზაინი მომწონს ზოგადად. აი სტილი ცარიელი რა, ახატული. ხო, ესე იგი ეს იყო ბლიჩი, მეორე სერია. საინტერესო იყო. პირველი სერია ჯობდა ჩემი აზრით, მაგრამ ესეც საკმაოდ კარგი იყო. ესე იგი რუკია იწყებს როგორც ადამიანი, ისე ცხოვრებას და სუმეც ვიგებთ სულების შესახებ და კი ახლა პირველ სერიებში ყველაფერს ვერ გავიგებთ რა თქმა უნდა თან ამ ხელა არის სერიალი თვითონ და кайხანი მოგვიწევს ლოდინი მაგრამ მიხარია რომ თან ყველაფერს საინდომოდ არ ინახავენ რა ანუ მეორე სერიაში უკვე ვიცით რომ ყველა ცარიელი ერთ დროს ჩვეულებრივი სული იყო ინოეს ძმა ჭირეს და განაქცეს ცარიელად. ახლა მიჩნდება ასეთი კითხვა. არის თუ არა საშუალება რომ ეს ცარიელი ისევ სულად გადააქციო? იმიტომ რომ თუ არის ძალიან კარგი იქნება და რატომაც გონია რომ სწორედ იჩიგო გადააქცევს სულ ანუ რუკიას შეიძლება გონია რომ ეს შეუძლებელია, მაგრამ იჩიგო არ უნდა დაგვაუწყდეს რომ განსაკუთრებული ვინმეა შეიძლება იჩიგომ გადააქციოს ადამიანად უბრალოდ ჩვეულებრივ სულად და რუკია გამოჩნდეს ესეც შეიძლება რა მსგავსი შეიწყოს და აი მე უკვე შემოგვიერთდეს იჩიგო, შემოგვიერთდეს რა გახდეს რუკიას გუნდის წევრი, მეწყვიდე, როგორც ეს არ ვიცი. შეიძლება რუკია მარტოც არ არის, იმიტომ რომ დანარჩენი შინიგანები არ ყავს ნახი. და ნახავთ. ანუ ჯერჯერობით კარგად ვიდივართ, მომწონს და იმედია მეც მოიწონება. ასე რომ ხო, კაი სერია იყო. ასევე ხო, ინოვე მაგარი ფილმია მოგეწონა ძალიან და რუკია ადამიანის როლში არის მაგარი გადაობა ვინმე. ნამდვილად ოღონდ არ ხუმრობ. ხო, დავასრულოთ ვიდეო. იმედია მოგეწონათ ჩემი რეაქცია. თუ მოგეწონათ, დალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი, დატოვეთ კომენტარები და გააქტიურეთ ძალის ღილაკი. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. კარგად გრძელდებოდეთ.